ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურორს პარლამენტში იბარებს. ფარული ჩანაწერების გამო ბიუროს სხდომა ხმაურიანი აღმოჩნდა. უფრო ზუსტად რას მოხდა დაპირისპირება ნანუკა ქაჯაია მოგვიყვება ამის შესახებ გისმენთ ნანუკა. ხმაურიანი განცხადებები გაკეთდა დღეს ბიუროს სხდომაზე უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციის განცხადებები გახდა. ევროპული საქართველოს ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ გუშინ გამოქვეყნებული ჩანაწერების შემდეგ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი უნდა მოვიდნენ და დეპუტატების კითხვებს პასუხები გასცენ. სერგი კაპანაძე დღეს ასევე დაინტერესდა მოისმინა თუ არა ჩანაწერი პარლამენტის სპიკერმა და აღმოაჩინა თუ არა ჩანაწერებში დარღვევები, რის საპასუხოდაც კობახიძემ განაცხადა, რომ ჩანაწერში მან მოისმინა კონკრეტული პირის მხრიდან მუქარა და შანტაჟი, თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებას კობახიძე აცხადებს, რომ შანტაჟის არ ეშინია. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამოძიებაში აქტიურად ჩაერთვება პარლამენტი და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ისაუბრეს საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებითაც და როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ვერც საგამოძიებო კომისიამ და ვერც პროკურატურამ 100%-იანი პასუხი ვერ გასცა კითხვას თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები დავით სარარიძეს. გუშინ რაც მოისმინეთ, კოლეგებო და ბატონებო და ქალბატონებო. მარტივი კითხვა მაქვს. პარლამენტის როლი ზოგად კითხვას რაიმე მაინც უნდა იყოს, აი გუშინ რა შემაძრწუნებელი, შემაშფოთებელი ინფორმაციაც მიიღო საქართველოს საზოგადოებამ. რომ თურმე გვყავს რაღაც შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც პრობლემებს აგვარებენ, ხალხს აწამებენ, მოწმეებისგან იღებენ ინფორმაციას მათთვის სასურველი პოლიტიკური საქმეებზე მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად. რომ ის საქმეები, რომელთაც თქვენ მათ შორის ხელისუფლებაში მოხვედით, თურმე ესეთი ტიპის ჩვენებებით არის გამყარებული. რომ თურმე მირზა სუბელიანი, როგორც გუშინ გავიგეთ, წინასწარ შეთანხმებული განაჩენით ზის და იცის რამდენი ხანი იქნება და როდის გაუვა და უკმაყოფილი ვარ, რომ შეიძლება კიდე რამე დაემუქროს. მეორე კითხვა მაქვს, ცოტა უფრო რიტორიკულია მეორე კითხვა. იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც აი ამ ბოლო კვირების განმავლობაში გამოდიოდნენ და ამომდნენ, რომ მირზა სუბელიანიო ხო არისო ციხეშიო და აიო ხო დადგაო სამართლიანი შედეგიო. ცოტა მაინც თუ გწხვენიათ, ეხლა მაინტერესებს. და მესამე, უკვე ისე ჩემთვის მაინტერესებს ამ კონტექსტში 9 წელს როგორ ახსენებთ. აი უბრალოდ მაინტერესებს, სად ჩაჯდება 9 წელი. პარლამენტს აქვს როლი, ეს როლი არის გამოკვეთილი და პარლამენტი ამ ფუნქციას ასრულებს სათანადოდ, ეს არის ჩვენი როლი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად უკვე დასრულდა და შემოგთავაზეთ ახლა მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება. რატომ? იმიტომ რომ იქ სადაც არ არის გადასტომა, იქ სადაც არ არის დანაშაული, ვერ შეიქმნება ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი. თქვენ 9 წელს რაც შეეხება იქ კომპრომატებით და ფარული ჩანაწერებით კი არ შეიქმნა სტაბილიზება თქვენ რეჟიმზე. შეიქმნა ფაქტებით და ფაქტი იყო რა 10,000-მა კაცმა აჩუქა სახელმწიფოს მაგალითად საკუთარი ქონება. ეს ფაქტი იყო. კონკრეტული ადამიანები აწამეთ, კონკრეტული ადამიანები დაახოცეთ და ეს არის ფაშიზმი, ნაციზმი და ყველაფერი. კიდევ ერთხელ რაც შეეხება კონკრეტულად მირზა სუბელიანის საკითხს, ჩვენ ვამბობდით, რომ არანაირი თქვენი მესიჯი იყო ეს, რომ თითქოს ჩვენ გვეშინია მუქარის შანტაჟის. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არც მუქარის გვეშინია, არც შანტაჟის გვეშინია და ეს ადამიანი დღეს ზის იქ, სადაც ზის. შესაბამისად, მომავალშიც გვიქნება ბუნებრივია იგივე მიდგომა. თუ იქნება მუქარა, მაგალითად მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენ ამ მუქარის არ გვეშინია და ზუსტად მოქმედებ ჩვენი პრინციპების შესაბამისად, იმიტომ რომ არავის არ ეშინია მუქარი. როგორც ვერ დაადგინა 100%-იანი სიზუსტით პროკურატურამ, თუ ვინ იყო სასიკვდილო ჭრილობის მიყენებელი იმ საქმეში, ასევე ვერ დაადგინეთ ვერც თქვენ, ეს არის სხვა მთავარი გარემოება. საუბარი ამაზე, რომ იცის ამ ადამიანმა რა აქვს მისჯილი და რამდენ ხანში გამოვა და შეთანხმებული არის ამაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს რეგულარული კომუნიკაცია. შუამავლები არსებობენ მას და უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის, რომ ეს საქმე დაალაგდეს. ლაპარაკობს იმაზე, როგორ დაალაგა ეს საქმე. და რა მაინტერესებს, გავიგე, კი ბატონო, ფაშიზმი, ნაციზმი 9 წელი, გასაგებია რომ ამას იტყოდით. მაგრამ აი ამ კონკრეტულ ფაქტზე მაქვს საუბარი. ამ კონკრეტულ ფაქტზე რაიმე რეაგირება უნდა იყოს თუ არა პარლამენტის მხრიდან. ეს ზოგადად სადღეგრძელო რო თქვით, რომ პარლამენტი თავის ფუნქციებს ასრულებს. აი მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრი თქვენი აზრით არ უნდა მოვიდეს და არ უნდა გასცეს ამ კითხვებს პასუხი. მთავარი პროკურორი არ უნდა მოვიდეს და არ უნდა გასცეს ამ კითხვებს პასუხი. ყველა კითხვას, როგორც უქუაშვილის საქმეში, ყველა კითხვას გაეცა პასუხი, ასევე ამ საქმეში ძალიან კონკრეტული პასუხი გაეცემა ყველა კითხვას. რაც შეეხება გუშინელ ჩანაწერს, მე აქ ამოვიკითხე კონკრეტული მუქარა, კონკრეტული პირის მხრიდან, ისევე როგორც თავის დროზე ამოვიკითხეთ ეს მუქარა უქუაშვილის მხრიდან, ეს ამ მუქარის არავის არ ეშინია. ვერც ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი,
ვერ დაიცავს ვერავის, როდესაც ის ემუქრება ხელისუფლებას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხები კითხვაზე და ამ კითხვის პასუხები აუცილებლად გაეცემა. თუ გაინტერესებთ უნდა მოვიდნენ თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავარი პროკურორი, დიახ, უნდა მოვიდნენ, როგორც კი ამის მცირე საფუძველიც კი იქნება და გამოძიების შედეგებზე გვაცნობებენ პირველივე დღეებში. როლი პარლამენტის იცით რა იქნება? რაც არ იყო თქვენი იმ 9 წლიანი რეჟიმის დროს ნოტარიუსის როლი არ ექნება საქართველოს პარლამენტში. ამის გარანტიას გასდევთ მთელი პასუხისმგებლობით. თქვენ იყავით, თქვენი პარლამენტარები სამწუხაროდ უკაცრავად მაინც ვიცავ ეტიკეტს მიხეილ სააკაშვილის ნოტარიუსები და ჩვენ არავის ნოტარიუსები არასდროს არ გავხდებით. და თითოეულ დეტალთან დაკავშირებით, ერთ დეტალთან დაკავშირებით კითხვაც კი რომ დარჩეს, ამ კითხვას მივყვებით ბოლომდე. მე და თქვენ როდესაც ვკითხავდით მირზა სუბელიანს, ვინ ამხილა იმ ტყუილში, ვინ შეუტრიალა ორჯერ კითხვა, რა ტყუილზეა საუბარი? როდესაც ის არ საუბრობდა კონკრეტული თანამდებობის პირთან შეხვედრაზე. მე მიმყავდა ეგ დაკითხვა და მე ვკითხე ყველა კონკრეტულ ადამიანს. რა თქმა უნდა, ყველას, უკლებლივ ყველას. მაშინ თქვენ ამხილეთ და არა. არა, ტყუილი რა ვიცი მე იყო თუ არა, კაცო, მანამდე არ იყო. დიდი მადლობა, გასაგები, ამე ჩანაწერი არსებობდა ეს გამოკითხება. რა თქმა უნდა, ძალიან მოკლე მეხსიერება გქონიათ. ჯერ იყო ბატონი მირზას დაკითხვა და მერე იყო ბატონი შაყულაშვილის მოსვლა კომისიაზე. რა ტყუილში ვამხილეთ, კაცო? ვერ იგებთ? რას გეკითხებით, ვერ იგებთ? რას მეკითხავთ? მირზა სუბელიანის დაკითხვის მე დროს. ვაწარმოე ეგ დაკითხვა ყველა სათითაოდ კონკრეტულად. როგორ არ იყავი? გვერდზე მეჭექით, თქვენც ეკითხებოდით, მაგრამ ყველა თანამდებობის პირზე მე ვკითხე სახელი და გვარი. შეხვდა თუ არა, როდი შეხვდა? მითხრა არა და თქვენც ეკითხებოდით კი, მაგრამ ეგ რა შუაშია? ბატონო სერგი, კიდევ ერთხელ. იმ დაკითხვაზე მირზა სუბელიანმა მოგვაწოდა არასწორი ინფორმაცია. დიახ, ოღონდ ჩვენ არ ვიცით არასწორი იყო თუ არა, ჯერ. ჩვენივე შეტყობით. ერთადერთი კითხვა კრიტიკული მათ შორის ამ ტყუილთან ჩვენი მაშინ აღქმით ტყუილთან დაკავშირებით შეუტრიალე მე. ტყუილი რატომ ამოყვა? მე ვაწარმოებდი მეთქი, მაგ დაკითხვას რა ხო არ გამოვაქვეყნებ კაცო? შავზე თეთრს ხო არ იტყვით? მე რა თუნდაც ეგრე იყოს. რო დადგინდა რომ შაყულაშვილმა მას შეხვდა და მან თხოვა დახმარება. ჩვენ რო რეკომენდაცია გავი, აი ბატონო, ჩვენ გავეცთ რეკომენდაცია. კომისიის დასვლის პარტიის რეკომენდაცია არის, რომ ამაზე დაიწყოს გამოძიება. გამოძიება დაიწყო. ორი თვეა ეს რეკომენდაცია დევს, რომ იყო შეუსატყვისო ჩვენებებში და ადამიანმა მოიტყვა რეკომენდაცია გავუწი დაიწყოს გამოძიება. დაიწყო გამოძიება? ხო არ დაწყება? თქვენ არ გინდა რატო არ გაინტერესებთ როგორც კომისიის წევრს, როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს რო პარლამენტის მე დადგენილი? ყველაფერს ლაპარაკობთ მაგის გარდა. ბიუროს ხდომაზე დღეს დაპირისპირების მიზეზი გახდა ნიკა მელიას განცხადებებით. ნაციონალური მოძრაობის წევრი ფიქრობს, რომ სუბელიანსა და ფარცხალაძეს ტყვეთყავს აყვანილი ქართული ოცნების წევრები და ნიკა მელია მოუწოდებს უმრავლესობის ლიდერებს, რომ გაემიჯნონ ოთარ ფარცხალაძესა და მირზა სუბელიანს. რის საპასუხოდაც ქართული ოცნების წევრებმა ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობა გაიხსენეს და განაცხადეს, რომ ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას გამოძიება გასცემს პასუხს. მე აი წარმოდგენითაც კი არ შემილია რომ ეს ყველაფერი არის რეალური, რასაც ვისმენთ, მაგრამ დაუშვათ ერთი წუთით, რომ რომელიმე ფაქტი დადასტურდა. მე ჩემ აზრს გიზიარებთ, ჩემ განწყობას და არ მგონია, რომ ერთადერთი ვიყო ამ შეფასებაში. ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ, მე ერთი ადამიანი, იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანის სტატუსის თუ ცენზის თუ დამსახურების მიუხედავად პასუხი აგოს დანაშაულს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ფიქრობ თქვენც და ასევე ფიქრობს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ღირებულია ის ფასეულობები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. რომელი ერთი საქმე გამოგიძიებიათ ბოდიჩით, რომელ ერთ საქმეზე გითქვიათ, რომ ბოდიჩი შეგვეშალა და დაგიჟდიათ, ეს ადამიანი ვით გაამწესეთ იქ, შეთანხმებით. მირზა სუბელიანი და რაღაცა მოხდა ეხა თქვენ შორის და პირობები დაურღვიეთ, ეთყობა და საუბრობს იმას, რაც ტყვეობაში აგიყვანათ, ხო, ჯალათი გამოიზარდა. ბატონო ნიგა, საინტერესო რაღაც წამოგცდათ, ბატონო ნიგა, არ შემიძლია გავატარო. წამოგცდათ ძალიან საინტერესო რაღაც წამოგცდათ რა. პირობები დაურღვიეთო და მაგიტო გადმოვიდა მუქარასიო, რას მე ვთქვი, ის წამოგცდათ ზუსტად. აი საინტერესო რაღაც წამოგცდათ და მოგვიანებით ამაზე კომენტარს გავაკეთებთ საზოგადოების წინაშე, რაც თქვენ წამოგცდათ. გაუკვირდება, წამოუდგენელია, თქვენ რასაც საუბრობთ, ყველა რეკორდი მოხდეთ. ძალიან მაგარი რაღაც წამოგცდათ ბატონო ნიკა, ეს არ უნდა წამოგცდენოდათ რა. ახადეთ ფარდა ყველაფერს. კომენტარი უნდა გააკეთოთ. ეს არ უნდა წამოგცდენოდათ, იმიტომ რომ ფარდა ახადეთ თელ ამ სპექტაკლს, რომელიც მაწყვეტინებთ. სპექტაკლს ახადეთ ფარდა. ერთი წამით. კი. მოგცემთ საშუალებას ეხავე, მაგრამ რის თქმა მინდა რომ ამ წამოსდენით
ეხლავე ამ წამოსდენით ფარდა ახადეთ იმ სპექტაკლს, რომელიც დაიწყო გუშინ რუსთავი ორმა. წამოგცდათ. საინტერესო რაღაც წამოგცდათ, რომ მირზა სუბელიანს ეთყობა თქვენთან პრობლემა შეექმნაო და მაგიტო წამოგცდათ ბატონო ნიკა და ძალიან ძიმეთ მოგიბრუნდებათ ეს უკან, იმიტომ რომ გაშიფრეთ ის სპექტაკლი გაშიფრეთ, რომელიც გუშინ დადგა გვარამიამ, რომელიც დღეს იმუნიტეტს უცხადებს თქვენს მირზა სუბელიანს და ეს გაშიფრეთ. ეს სპექტაკლი გაშიფრეთ თქვენ დღეს. წამოგცდათ ბატონო ნიკა. რა გაგიკვირდათ აქ მირზა სუბელიანთან რომ შეთანხმდით და თვალის ასახვევი დავასრულებ თვალის ასახვევი მირზა სუბელიანს რატო თქვი გეტყვით თქვენს მირზა სუბელიანს ეს გითხარით კი ნიკა გვარამიამ დღეს იმუნიტეტი მიანიჭა მირზა სუბელიანს კი მაგიტო არის ეს ყველაფერი ჩვენი მირზა სუბელიანი არის და ჩვენ ვაკეთებთ ამას წამოსდა ბატონიკას ახალგაზრდა კაცი ხარ 40 ჩემზე უფრო მაგარი რაღაც წამოსდა მირზა სუბელიანი ბატონო შეთანხმებით რო ყავთ დაწერილი გავატარებთ მაგ წამოსდენას არ გაგიტარეთ ბატონო ნიკა ბოლომდე გავყვებით მაგ წამოსდენას ნიკა გვარამიას პოსტს ბოლომდე გავყვებით და მაგ წამოსდენას ბაცადეთ ერთი წუთი აქედან ვეღარ გამოძრებით ერთი წუთი უკან ვეღარ გამოძრებით გეუბნებით ეს განცხადება გამეკეთებია 100 ჯერ და გავაკეთებ 1000 ჯერ მირზა სუბელიანი დიახაც შეთანხმებით თქვენ რო არ ჩანგრეულიყავით მთლიანად იმიტომ რომ წყლეობაში და განცხადების დასაწყისში გითხარით თქვენ მე მგონი არ მისმენთ თუ რა არის წყლეობაში აგიყვანათ მირზა სუბელიანმა იმიტომ რომ ისეთი სისაძაგლეები აკეთებინეთ ამ ადამიანს თქვენ მართლა თუ წარმოგიდგენიათ სად ხართ ან ათვიცნობიერებთ მაინც რომ ნაცმოძრაობაში თქვენ ხართ პარლამენტის თავმჯდომარის სავალდეში რომ ზიხართ ეხა ეს მაინც ხომ იცი კრიმინალური პარტიის სავალდეში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აწამებდით ხალხს აუპატიურებდით თქვენ რას გეტყვით იცი ახალგაზრდა თქვენ რას გეტყვით იმ ხელისუფლების უდიდესი ნაწილი თქვენს რიგებშია აი ბოლომდე გაგცემთ პასუხს მაგ ყველაფრისთვის მაგ ღალატისთვის დანაშაულისთვის ათეულობით სოფლის დაკარგვისთვის 10,000-ობით ადამიანის გამოდევნისთვის, ასეულობით ადამიანის დაღუპვისთვის. მაგ დანაშაულს ვერ ჩამოერეს ხტვერასდროს და მიშა სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელი, ნაცმოძრაობის წარმომადგენელი, ხმას არ უნდა იღებდეს და კარგია რომ დარბაზს ტოვებთ. ეს არის კიდევ ერთი გაქცევა ბრძოლის ველიდან. დღეს ცნობილი გახდა, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი გეგმავს სასჯაო აღსრულების მერვე დაწესებულებაში მისვლას და მირზა სუბელიანთან შეხვედრას. შესაბამისი ნებართვით მან პარლამენტის თავმჯდომარეს ბიუროს სხდომაზე მიმართა. სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა და მთავარი საკითხები სწორედ გუშინ გამოქვეყნებული ჩანაწერები იყო.